საღამო მშვიდობისა, ბავშვებო. დღეს არის წიგნის კითხვის 95 დღე. მე ვარ ნინო მარგველაშვილი და დღეს უნდა გადავინაცვლოთ ბალტიისპირეთში, ევროპაში და ნამდვილი ამბავზე უნდა გიამბოთ მამად ძაღლზე, რომელსაც სახელად ბალტიკა ჰქვია. წიგნის სათაური არის დაკარგული პატარა ძაღლი. წიგნის ავტორი და ილუსტრატორი არის მონიკა კარნესი. წიგნი ეძღვნება სამეცნიერო კვლევითი გემი არის ბალტიკა და აი ამ ბალტიკის ეკიპაჟის წევრებს ეძღვნება, რომლებმაც გამოიჩინეს სიმამაცე და თანაგრძნობა და რატომ ამას გავიგებთ. მაგრამ ბევრნაირი გემი არის, ხო? ზოგი სამგზავრო გემი არის, ზოგი კრუიზის გემი არის, ზოგი ტვირთის გადამზიდი გემი არის, ხო? არ ვიცი, საომარი გემებიც არის და არის ასევე კვლევითი გემი, სადაც აი ამ ბალტიკაზე, რომელსაც მე ვნახავთ, არის ერთი 5 ლაბორატორია, ქიმიური ლაბორატორია, არ ვიცი, ფიზიკის ლაბორატორია, მეტეოროლოგიური რაღაც კამერები და ასე შემდეგ და იკვლევენ რა ხდება წყლის ქვეშ, ხო? ანუ წყალზე ცხოვრობენ და თან კვლევებს ატარებენ. ამით დახმარება ხო არ ჭირდება, სად არის დარღვეული სისტემა და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ. ძალიან ცივი ზამთრის, ძალიან ცივ დღეს ვისლას მდინარეზე ყინულის ფენები მიცურავდნენ და ტივტივებდნენ ბალტიის ზღვისაკენ. წყალში რაღაც მოძრაობს. რა არის? ვიცი, ჩიტია? არა, თევზია? არა. ძაღლია. პატარა ძაღლი ყინულის მცურავ ყინულით მოძრაობდა მდინარეზე. შემორჩენილი იყო და მიყვებოდა დინებას. შეიძლება ვინმე დაეხმაროს? გთხოვთ, დაეხმარეთ, ძაღლია წყალში. სასწრაფოდ მოვიდნენ მეხანძრეები დასახმარებლად. შევიდნენ მდინარეში, ცდილობენ რომ ძაღლს მიწვდნენ. მაგრამ მდინარე ძალიან სწრაფად მიედინება და პატარა ძაღლიც აი დინებასთან ერთ დინებას მიყვება. ჩაუარა ხალს, ჩაუარა შენობებს, ძაღლმა ყველა უკან მოიტოვა. წარმოიდგინეთ, რა საშინელი განცდა არის, რომ მარტო არის იქ, სადღაც ამ ყინულზე შორს ცივა მდინარეში და ვერ ეხმარები შენ და თან ნელ-ნელა უყურებ, როგორ გშორდება. ღამე მოდის და მიდის. ძაღლის ბეწვი, სქელი ბეწვი ეხმარება სითბოს შენარჩუნებაში. მაგრამ ძაღლი არის სველი და დაღლილი და მშიერი და შეშინებული. ნუ გეშინია ძაღლ. გემი მოდის. ეკიპაჟი რაღაცას ამჩნევს ყინულზე. სელოპია? 4 ფეხი აქვს, ყურები და ყუდი. ძაღლია, მოდი დავეხმაროთ. ეკიპაჟმა ბადე მოაბა დიდ ჯოხს
და ჩაუშვეს მდინარეში. ჩახტი, ძაღლო. მაგრამ ძაღლი დასრიალდა და წყალში ჩავარდა. სად არის ძაღლი? აი, აქ არის. ძაღლი ახერხებს ისევ ყინულზე დაბრუნებას. მაშინ ეკიპაჟმა ჩამოუშვა ტივტივა, ნავი, აი ყინულიან წყალში. მეზღვაური ჩაცოცდა და ძაღლისკენ გაცურა. უახლოვდება და ძაღლი გადარჩინა. სასწრაფოდ პირსახოცები მოიტანეთ, სასწრაფოდ საბნები და დასაფარებლები მოიტანეთ. მთელი ეკიპაჟი ძაღლს ეხმარება. კარგად არის ძაღლი? ძაღლი ისეთი დასუსტებულია და ისეთი დაღლილია. ფაქტიურად ვერ მოძრაობს. ბოლოს ძაღლი გათბა. ბოლოს ძაღლი გაშრა. ჭამს და ჩაიძინა ისევ. ბოლოს და ბოლოს გემზე უსაფრთხოდ არის. როდესაც ძაღლმა გაიღვიძა, ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ის გადარჩინა. ეს ადამიანები კი საუზმობენ. ყველა ბედნიერია ძაღლი, რომ გაღვიძებული დაინახეს. ძაღლს სოსისი მისცეს. ძაღლმა ის კაცი იპოვა, რომელმაც წყლიდან ამოიყვანა. ძაღლმა თავისი ცხვირი და სახე კალთაში ჩაუდო. ასე იცისა მან მადლობის გადათქმა. არაფრის ძაღლ, არაფრის ბალტიკა. ეგ არის. всё, ამიერიდან ბალტიკას დაგიძახებთ ჩვენ. იმას, რაც მათ გემს ქვიათ, ხო, ეს სახელი. და ზუსტად ამგვარად ეს მამაცი პატარა ძაღლი ამასე მიიღო მან თავისი სახელიც და თავისი ახალი სახლიც. შემოუერთდი ეკიპაჟს ბალტიკ. დასასრული. ეს კი არის ნამდვილი ფოტო, როცა ყინულიან წყალში იყო, სულ მარტო ვისლას მდინარეში და აი ეს არის ის ადამიანი გემიდან, რომელმაც წყლიდან ამოიყვანა და გადაარჩინა. ამ კაცის სახელი მოვძებნოთ. ადამ ბუჩინსკი. ძალიან მალე დაუახლოვდა ბალტიკი ეკიპაჟის ყველა წევრს. მაგრამ ბოლოს აი ოფიცერმა ბუჩინსკიმ აიყვანა თავისი მსრუნველობის ქვეშ. ბალტიკის შესახებ და ამ ეკიპაჟის ამ გადარჩენის ისტორიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ეს მოხდა 2010 წელს. შაბათს, იანვრის 23-ში, მაშინ დაინახეს პირველად ძაღლი, რომელიც იყო მდინარეში ყინულზე და არავინ იცის, საიდან აღმოჩნდა იქ. მოდი ვისლას მდინარეზე ვნახოთ, როგორ გადაადგილდა ბალტიკი. პირველად შეამჩნიეს აქ 23 იანვარს 2010 წელს, ეს იყო გრუძიაძი, პოლონეთის ქალაქში. მე ესე წავიდა ჩაუარა, ეს წარმოიდგინე რამდენი ხანი იყო. იცურა გნიუ, გადაცურა ჩეუ და აი გდანსკი და
გდანსკის აი ყურეში იქ ვაი ბოდიში აღარ ჩანდა აი ამდენი ქალაქი გაიარა მდინარესთან ერთად და გდანსკის ყურეში მე აღმოჩნდა ეს ბალტიკის გემიც, საკვლევი გემი და იქიდან უკვე მისი ლივლივი დასრულდა და სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. ეს კი ჩვენი ავტორი არის და ილუსტრატორი. ეს იყო და ეს გემშვიდობებით ცილინების